შარტავას ნომერ 19-ში მცხოვრები მოსახლეობა მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას ითხოვს ვრცლად რამდენიმე წუთში ქრონიკაში. ნაციონალური მოძრაობის წევრები რუსთავის საკრებულოს აპარატის მუშაობით უკმაყოფილოები არიან. 7-8 ნოემბერს ფოლადის დარბაზი ტაიკვანდოში რუსთავის ღია ჩემპიონატს უმასპინძლებს. საღამო მშვიდობის საქვემო ქართლის ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს ქრონიკის საინფორმაციო სამსახური. დღის მთავარ სიახლეებს ლიკა ტურიაშვილი გაგაცნობთ. შარტავას 19 ნომრის მაცხოვრებლები ამ ხანაგობის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას ითხოვენ. ვისევალება აღნიშნული საკითხის მოგვარება და რა სამართლებრივ საკითხებზე საუბრობს მოქალაქე ლიანა შუბითიძის ადვოკატი. ქრონიკა თემაზე დღის განმავლობაში მუშაობდა. მხარეთა პოზიციები და ადგილობრივი ხელისუფლების აზრი ნახეთ მარიამ სოლოღაშვილის სიუჟეტში. შარტავას 19 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა ამ ხანაგობის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობას ითხოვს. მოსახლეობასა და კომერციული ინტერესების მქონე ლიანა შუბითიძეს შორის დავა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. კორპუსის წინ მდებარე ადგილი ამ დროისათვის ფეხით მოსიარულეთათვის გაუვალია. ადგილობრივი მაცხოვრებლები აღნიშნული მონაკვეთისთვის შესაბამისი სამსახურებისგან თავდაპირველი იერსახის დაბრუნებას მოითხოვენ. მათი თქმით, ასეთ პირობებში მათთვის ცხოვრება გაუსაძლისია. ისინი იმ საფრთხეებზეც საუბრობენ, რაც შესაძლოა აღნიშნულ ადგილას ღამის საათებში დადგეს. გადათხრილია ყველაფერი, ნამდვილად გვიჭის გადაადგილება და ვითხოვთ, რომ პირვანდელი სახე დაუბრუნდეს ამ ადგილს. უჭით ბავშვებს გადაადგილება, მოხუცებს უჭირთ. აქ საბავშვო ბაღი არის უკან, დადიან აუარება ბავშვები. მოპირკეთდეს ის ეზო, რომ ჩვენ არც ქარმა შეგვაწუხოს, არც ამ ჟეშტების რახარუხმა ქარი რო არის, აქ არის გაუსაძლისი მდგომარეობა. ვერ გაჩერდებით ამ მტვერი როა, სულ სახში შემოგვდის ეს მტვერი ყველაფერი და აღდგეს ის როგორც იყო. ჩვენ ბიზნესი გვაქვს და საერთოდ აღარავინ შემოდის და ამას კიდე არა უშავს. ხან ერთი ბავშვი ჩავარდებაში, ხან ყვირილია, ხან რა არის, აი მოსაწესრიგებელია, ქალაქის დონია. ხალხი უყურებს, ყველა გაოცებულია, როდის გაკეთდებაო, გვეკითხებიან. ქრონიკა დაინტერესდა, ვის კომპეტენციაში შედის მშენებლობის ნებართვის გაუქმების შემდგომ ამ ხანაგობის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა. როგორც ირკვევა, ტერიტორიის რეაბილიტაცია ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ქრონიკასთან აღნიშნულ საკითხზე ვრცელ განმარტებას აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ გაუქმდა მშენებლობა, ტერიტორიას პირვანდელი სახე ამ დრომდე არ დაბრუნებია. თუ მუშაობს თქვენი სამსახური აღნიშნულთან დაკავშირებით? მოგახსენებთ, უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული ტერიტორია აუცილებლად კეთილმოეწყობა. ჩვენი სამსახურის კომპეტენცია არ არის, რა თქმა უნდა, ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა, მაგრამ მე მაქვს ეს ინფორმაცია, რომ აუცილებლად იქნება კეთილმოწყობილი შარტავას 19-ის მიმდებარე ტერიტორია. კიდევ ერთ ჩასწორებას გავაკეთებ, სამშენებლო სამუშაოები არ შემწყდარა იქ თავი და საფუძველი იყო ამ სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტისა ის, რომ გაუქმდა ბათილად იცნო სამშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ბრძანება. თუმცა ახალი ნებართვაც აღარ გაცემულა. ახალი ნებართვაც არ გაცემულა, რა თქმა უნდა, ანუ იქ ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოს წარმოება ჩაითვლება როგორც უნებართვოდ და უკანონო მშენებლობა და ჯერჯერობით არის შენარჩუნებული ის სტატუსკო, რა სურათიც ამ წუთას გვაქვს შარტავას ნომერ 19-თან. თუმცა მე ვიცი და ეს ერთმნიშვნელოვნად ასე იქნება, რომ შარტავას ნომერ 19-ის მიმდებარე ტერიტორია იქნება კეთილმოწყობილი. მოსახლეობა საუბრობს, რომ ღამით უხილავია იქ არანაირი ამბრეკლი ნიშნები არ დგას და შესაბამისად საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. ამასთან დაკავშირებით თუ არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა და რა ღონისძიებებს ატარებს? არის ერთი ნიუანსი, მე ახლა ნამდვილად ვერ მოგახსენებთ უკვე დღეს რატომ არ მიმდინარეობს იქ სამუშაოები და პირვანდელი სახის დაბრუნების სამუშაოები, ან ხვალ რატომ არ დაიწყება ესეთ კონკრეტულ დღეებზე. მე რა თქმა უნდა ვერ მოგახსენებთ, მაგრამ არის ერთი ნიუანსი კიდევ. ჩვენი გადაწყვეტილება, მერიის გადაწყვეტილება ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით გაასაჩივრა მოქალაქე შუბითიძემ. რა თქმა უნდა, სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ ვერავისათვის ვერ იქნება ცნობილი. ჩვენ გაგვამართლებს და ძალაში დატოვებს ჩვენს ბრძანებას თუ გაამართლებს მოქალაქე შუბითიძეს.
აქედან გამომდინარე დროებით შენარჩუნებულია ის სურათი, არსებული სურათი, რაც იქ არის, მაგრამ ეს სურათი დიდხანს ასე არ იქნება, იმიტომ რომ მე გეთანხმებით გაუსაძლისია იქ ამ მდგომარეობაში იმ ადგილის მიტოვება. სასამართლო არ არის ჯერჯერობით ჩანიშნული და შესაძლებელია რომ ორი თვის ვადაშიც გაიწელოს ეს პროცესი. აი ამ დროის განმავლობაში რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იქ, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოება იყოს დაცული? მე არ ვიძახი იმას, რომ ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩვენი ბრძანება ძალაშია, ჩვენ ბრძანებას აქვს იურიდიული ძალა, მე არ ვამბობ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით, აუცილებლად დაიწყება კეთილმოწყობის სამუშაოები, კონკრეტულად რომელი სამსახური განახორციელებს ამას და ვის დაევალება ამას ნამდვილად ვერ მოგახსენებთ, ან კონკრეტულად რომელ რიცხვში დაიწყება ეს, მაგრამ აუცილებლად დაიწყება და ჩვენ არ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას. რამდენად იყო ეს კანონის ფარგლებში მოქცეული აი ეს ამბრძანების გაცემა თავის დროზე? მე ვთვლი, რომ ის ბრძანებაც, რომელიც იყო თავის თავში მშენებლობის ნებართვა, ისიც იყო კანონიერი და ვთვლი იმასაც, რომ ეს ბრძანებაც, რომელიც ბათილად ცნობს წინა ბრძანებას, ესეც არის კანონიერი. განსხვავებული პოზიცია აქვს კერძო ინტერესების მქონე ლიანა შუბითიძის ადვოკატს. მადონა მიდლიანი სასამართლოს გადაწყვეტილების სახსრულებას ელოდება. ეს თემა ისეთი თემაა, რომ ეს ქალბატონის მიერ გადასაწყვეტი არ არის. ანუ პირველად მდგომარეობას, ახალმშენებლობას, ძველმშენებლობას, როდის მიეცემა თავისი ფორმები, ამას გადაწყვეტს მაინც ადმინისტრაციული ორგანო. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და ვითხოვეთ აქტის შეჩერება. გასაჩივრებული აქტის შეჩერება თანახმად ადმინისტრაციული კანონმდებლობის 39 მოხლისა. რუსეთის საქალაქო სასამართლო მართალია მაგრამ ამჯერად გასაჩივრებულმა კერძო საჩივრით თბილისის აპელაციო სასამართლოში და ველოდებით პასუხს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით არანაირად არ არის გამოკვეთილი კონტურები თუ რა შეიძლება განსაზღვრდეს მომავალში. და არ შეიძლება ამ ეტაპზე ვინმე ან ლიანა შუბითიძემ, ან მისმა წარმომადგენელმა, ან ადმინისტრაციულმა ორგანომა სამ გასცეს პასუხი, ვიდრე სასამართლო არ იმსჯელებს ამ საკითხებზე და არ გამოიტანს გადაწყვეტილება. დავა, რომელიც 3 წელია მოსახლეობასა და იურიდიულ პირს შორის მიმდინარეობს, ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა მანამდე მოახდენს თუ არა დაპირებისამებრ ადგილობრივი თვითმმართველობა ამ ხანაგობის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობას, ქრონიკა აღნიშნული საკითხით მომავალშიც დაინტერესდება. ნაციონალური მოძრაობის წევრები რუსთავის საკრებულოს აპარატის მუშაობით უკმაყოფილოები არიან. კახა გურგენიძე აცხადებს, რომ სხვადასხვა საკითხზე რეაგირება დაგვიანებულად ხდება. გურგენიძემ ფრაქციისთვის ერთი თანამშრომლის დამატება ითხოვა, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარისგან უარი მიიღო. დავით მაღლაკელიძემ გადაწყვეტილების მიზეზად აპარატის ეფექტური მუშაობა დაასახელა. ფრაქციების თანამშრომლების დამატება სხვა წევრებისთვისაც მიუღებელია. ვინაიდან საკრებულოს ფუნქცია ამ შემთხვევაში არის დაკნინებული, ბუნებრივია, რომ საკრებულოს აპარატსაც აქვს პრობლემები მომსახურებაში და შესაბამისად ყველა მომსახურება საჭიროა, რომ ასე ვთქვათ, მერიასთან შეთანხმდეს, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის. საუბარი არის ყველა ფრაქციის, ასე ვთქვათ, გაძლიერებაზე, რაც აუცილებლად შედეგს გამოიღებს და უფრო მეტი კონტაქტი ექნება დეპუტატებს საკუთარ ამორჩევლებთან, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ვხედავთ, რომ ამ კუთხითაც იქნება ბარიერები. ჩვენ დებულებით, საკრებულოს დებულობით განსაზღვრულია, რომ თუ რომელიმე ფრაქციას ან კომისიას დამატებით ჭირდება რაიმე წერილობითი მიმართვები და ასე შემდეგ წერილის მიტანა ან მოტანა, ეს ნიშნავს იმას, რომ დებულებით არის განსაზღვრული, რომ აპარატი უზრუნველყოფს ამას ყველაფერს. ამ ეტაპისთვის ეს საჭიროება არ არსებობს და შესაბამისად ჩვენ ვერ დავამატებთ თანამშრომელს. აპარატი სრულად უზრუნველყოფს ჩვენ მოთხოვნილებებს, ამიტომ ჩვენ საჭიროებას ვერ ვხედავთ როგორც ფრაქცია, რომ გვჭირდება დამატებით სპეციალისტი. მე მინდა ხაზი გაუსვა იმასაც ზოგადად ჩვენ არ ვართ ხალხის დასაქმების წინააღმდეგი. თუ ბიუჯეტი მოგცემს ამის საშუალებას ჩვენ დამატებით ავიღოთ სპეციალისტები, იქნება ეს ფრაქციაში თუ სხვაგან, არა ვართ ამის წინააღმდეგი, მაგრამ როგორც ეს ფრაქციაში დამატებითი თანამშრომლის აყვანა დღევანდელი მოცემულობით ვფიქრობ არ არის საჭირო. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. ორი ქვეყნის პრეზიდენტები ადგილობრივ მოსახლეობას ჩაის სახლში შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. ნახოთ სიუჟეტი.
ალიევის ვიზიტის მეორე დღე მარნეულის მუნიციპალიტეტში შედგა შეხვედრის დასაწყისში ილჰამ ალიევმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ავიდა. ალიევმა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ყოფაზე და მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეტანილ წვლილზეც გაამახვილა ყურადღება. მან შეხვედრაზე მყოფ აზერბაიჯანელებს მიმართა და აღნიშნა, რომ არ უნდა იყვნენ იზოლირებულები და ამის აუცილებელი პირობაა, რომ იცოდნენ ქართული ენა. მისივე თქმით, ის მარნეულში ბოლოს 2004 წელს იყო და როგორც ნახა, მას შემდეგ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ქართველები და აზერბაიჯანელები იყვნენ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები და არ დაივიწყონ თავიანთი ეთნიკური ფესვებიც. მშვიდად იცხოვრონ, თავი კარგად იგრძნონ და დაკმაყოფილდნენ სამუშაოთი. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას. ისინი საუკუნეებია ცხოვრობენ ამ მიწაზე და ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ყოფაზე. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ არჩევნებიდან ალიევი რამდენიმე დღეში ოფიციალური ვიზიტით სწორედ საქართველოს სტუმრობდა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ორმა ქვეყანამ ერთმანეთი გააძლიეროს. საქართველოში უყვართ ბატონი ილჰამი და აქ უყვართ ორმაგად, იმიტომ რომ აქ არის ეს აზერბაიჯანული სენტიმენტიც და მე მიხარია, რომ ასეთ ადამიანთან ერთად კიდევ ერთხელ გსტუმრობ. მიხარია, როდესაც უყურებ აღმშენებლობას თქვენს რაიონში, რომელიც კიდევ ერთხელ თქვენი მუშაობითა და ჯაფით, ოფლითად და ჯაფით არის გამოწვეული და იმ დიდი დახმარებით, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს და ქართული ეკონომიკის განვითარებას უწევენ ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორები. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მარნეულში სამაცირვე მეურნეობაც მოინახულეს. შეგახსენებთ, რომ ალიევმა პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართა, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციას მოეწერა ხელი. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედროებთან შეხვედრა გაიმართა. სამხედროებმა თემის ირგვლივ მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს. შეხვედრა სოფელ სართიჭალაში ნატოს ყვირეულის ფარგლებში გაიმართა. ავღანეთის მისიის მონაწილეები ალეკო გეთოლენდია და თემურ დადიანი სართიჭალის ნომერ მეორე საჯარო სკოლას სტუმრობდნენ. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა ყველა იმ კითხვაზე პირადად სამხედროებისგან მოისმინეს პასუხები, რომელიც თავდაცვის სისტემასა და ავღანეთის მისიას შეეხებოდა. კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულ შეხვედრაზე სამხედროებმა რჩევები იმ მოსწავლეებსაც მისცეს, რომლებსაც სამომავლოდ მსახური ჯარში სურთ. ჩვენ ამ სკოლაში ადრე ვიყავით და როდესაც ვაუბრობდით სკოლის უფროს კლასელებთან საქართველოს ნატოსთან ურთიერთობებზე, ჩვენი ბიჭების სამხედრო მისიებში, სამშვიდობო მისიებში მოღვაწეობაზე და ისო ესეთი კითხვები, რომელზეც საჭირო იყო პასუხის გაცემა და გადავწყვიტეთ, რომ მოგვეყვანა თავად ის სამხედროები, ჩვენი კაპრალები და ჯარისკაცები, ვინც უშუალოდ მონაწილეობენ ავღანეთის მისიაში. შეხვედრამ ძალიან სასიამოვნო ჩაიარა. ჩემთვის პირადად და ჩემი მეგობრებთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო ბავშვებთან ერთად საუბარი, სასიამოვნო იყო ბავშვების აზრის მოსმენა, შეკითხვების გაგება და პასუხის გაცემა, რადგან გავიგეთ, ასე ვთქვათ, ჩვენს უფრო პატარა თაობას რა აინტერესებს. სამხედროებთან გასაუბრების შემდეგ მოსწავლეებმა სტუმრებს პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს. სკოლის დირექტორის განცხადებით, მსგავსი ხასიათის შეხვედრები მომავალი თაობის სწორი აღზრდისთვის არის საჭირო. ისეთი ემოციურობით დატვირთული საღამო იყო, რომ ბევრი ღირებულება აბსოლუტურად სხვანაირად თვალით დაგვანახა, როგორც მოსწავლეებს, ასევე უფროსებსაც კი და ნამდვილად გვიამაყება დღეს კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რომ რამაგრები ვართ ქართველები. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამე დამამახსოვრდება და ეს დღე არასდროს არ დამავიწყდება. შეხვედრა სართიჭალის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა. კულტურა ყველასთვისაა და მას ყველანი ვიზიარებთ. ამ იდეით ევროპის კავშირი წლევანდელ კულტურის კვირეულს მასპინძლობს. კვირეულის ფარგლებში 30-ზე მეტი ხელოვანი ქვეყნის 7 ქალაქში 20 ღონისძიებას გამართავს. რითაც კვირეულის ხმას მიაწვდენს საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და წარმოაჩენს საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საერთო კულტურულ ღირებულებებს. შეხვედრების ფარგლებში მოხალისეებისთვის ტარდება სხვადასხვა აქტივობა, როგორიცაა კრეატიული გამოგონებები და შემეცნებითი თამაშები. ნატოს კვირეული 28 ოქტომბერს დაიწყო და 8 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ჰოლანდიას საკუთარი წვლილი შეაქვს ევროკავშირის კულტურის კვირეულში. ჩვენმა საელჩომ ეს ღონისძიება სინეკიდთან ერთად დაგეგმა და განახორციელა. ეს კომპანია ნიდერლანდებში მუდმივად აწყობს ფესტივალებს ბავშვებისთვის. ბავშვებს ძალიან მოეწონათ ჩვენი ღონისძიება. ხვალ იმავე თამაშებს რუსთავში ჩავიტანთ და ყველას შეეძლება გამოსცადოს ვირტუალური რეალობის სათვალე. კვირას ამ წარმოდგენას სიღნაღში გავმართავთ და ყველას ვასწავლით, როგორ გააკეთონ ასეთივე სათვალე და შექმნან საკუთარი რეალობა. მე გავიარე ვირტუალურ ბაგირზე. გავაკეთე 3D სათვალე და გავიარე ვირტუალურ ბაგირზე და რომელიც ძალიან მომეწონა. მარნეულის მუნიციპალიტეტში ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი სომხეთსა და საქართველოს, ტავუშისა და ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერება მოხდება აღნიშნულ რეგიონებს შორის. ასევე მოხდება საბაზისო მოკვლევა, რათა გამოვლინდეს საინვესტიციო შესაძლებლობები ორ ქვეყანას შორის. პროექტი ასევე ითვალისწინებს ბიზნეს ორგანიზაციების მოძებნას, რომლებიც აღნიშნული პროექტისგან სარგებელს მიიღებენ. ხდება აი ამ პროექტების მიმდინარეობა, რომელიც ითვალისწინებს უკვე ბიზნეს ოპერატორების დაახლოვებას სასომხეთისა და საქართველოს სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფერმერებისა და ბიზნეს ოპერატორების ერთმანეთთან დაახლოვებას. წარმოადგენთ ჩვენი პროექტის მიზნები, აქტივობები, ამოცანები ქვემო ქართლში მოქმედ საინფორმაციო სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურებთან გავაცანით ჩვენი იდეები და ასე ვთქვათ, თხოვეთ მათ მხარდაჭერა იმ აქტივობებში, რაც არის განსაზღვრული პროექტის ფარგლებში. მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში პროექტის დავეხმაროთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს მოხალისეობის გზით ფარგლებში საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია Helping Hands-ის ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა, ადგილობრივმა ბენდმა, მარნელმა და ახალგაზრდა მწერლებმა მიიღეს მონაწილეობა. გარდა ამისა, მოეწყო ხელოვნების პედაგოგის მედია ჭკადუას ხელნაკეთის ამკავლების გამოფენა გაყიდვა. აღსანიშნავია, რომ მოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება სტამბის მოწყობა, სადაც მარნეულში მცხოვრების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დასაქმდებიან. ძალიან მისასალმებელია და მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი ახალგაზრდები ეს ერთხმად შეიკრიბენ და ასეთ აქციაში შეგულობენ მონაწილეობას. მე კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას როგორც მონაწილეებს, ასე ორგანიზატორებს აღნიშნული აქციის და რაც შეეხება მუნიციპალიტეტს, ეს ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად დაუდგათ თვალში სპეციალური საჭიროების მქონე პირებს, შევქმნათ მათ ყველა პირობა საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის. რაც შეეხება სპორტის სიახლეებს. ჭადრაკში დღეს რუსთავის ვაჟთა 47 ჩემპიონატის მეოთხედფინალი გაიმართა. ტურნირი, რომელშიც 13 სპორტსმენი მონაწილეობდა, ქვემო ქართლის ჭადრაკის რეგიონული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. რუსთავის პირველობაზე 5 ნახევარფინალისტი გამოვლინდა, რომლებიც მიმდინარე წლის ბოლოს ნახევარფინალში იასპარეზებენ. ტარდება რუსთავის ვაჟთა 47 ჩემპიონატის მეოთხედფინალი. გამოვლინდება 5 მოჭადრაკე, სულ თამაშობს 13 მოჭადრაკე და ეს 5 მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას შემდგომ რუსთავის ნახევარფინალში. 7-8 ნოემბერს ფოლადის დარბაზი ტაეკვანდოში რუსთავის ღია ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირში მონაწილეობას საქართველოს რეგიონების გარდა აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც მიიღებენ. ჩემპიონატი 2001, 2003 და 2004-2008 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის გაიმართება. ღია პირველობაზე საპრიზო ადგილების მოსაპოვებლად 200-ზე მეტი მონაწილე იბრძოლებს. იქნება 210 მონაწილე, აგრეთვე დაბალჯებული ყავს აზერბაიჯანიდან ჩამოვდანდება 4 გუნდი, რომ ძალიან დიდი შეჯიბრი იქნება და ძალიან კაი საყურებელიც იქნება. შეჯიბრება დაიწყება ჩვენ ფოლადის დარბაზში 10 საათზე დავიწყებთ შეჯიბრს და გაგზავნება საღამომდე. დიდი 10-ის ჩემპიონატის ფარგლებში რუსთაველი მორაგბეები ჯიქებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 8 ნოემბერს თბილისის შევარდენის სტადიონზე გაიმართება. ხარების მწვრთნელის განცხადებით, მატჩი მეტად საპასუხისმგებლოა და შეკრებისთვის რუსთაველი მორაგბეები სრულ მზადყოფნაში არიან. პირველი თამაში მოვიგეს წინა ტურში და ჯიქებმა წააგეს. ეს რაღაც პატარა мотивაციას გვაძლევს და უკეთეს მდგომარეობას, მაგრამ ძალიან რთული თამაში გვექნება. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ქულები დავაგროვოთ, იმიტომ რომ ყველა ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
ბავარიაში სამგზავრო მატარებლის სამხედრო სატვირთო მანქანა შეეჯახა, შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, უამრავი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით მატარებელში, რომელიც ნიუნბერგიდან ვაიდენში მიემგზავრებოდა, სავარაუდოდ 50-მდე მგზავრი იმყოფებოდა. დაღუპულთა შორის მატარებლისა და სატვირთო მანქანის მძღოლები არიან. ავტოსაგზაო ინციდენტის შედეგად აფეთქება მოხდა, რაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მასშტაბური კატასტროფა ბრაზილიაში მინას ჟერაისის შტატში დამბის გარღვევის შედეგად მაღარო დაიტბორა. ინციდენტს 16 ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაკარგულად ითვლება. სამაშველო სამუშაოები ტრაგედიის ადგილას მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ლიბანში მომხდა აფეთქებას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა აფეთქება სირიის საზღვართან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით თვითმკვლელის სამიზნე სირიელი სასულიერო პირები იყვნენ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. NASA Marsთან დაკავშირებით ახალ განცხადებას ავრცელებს კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, Marsზე წყლის გაქრობა მზის ქარს უკავშირდება. დედამიწა მზის ქარისგან თავისი მაგნიტური ველის წყალობით დაცულია. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ Marsსაც ჰქონდა მაგნიტური ველი, მანის დაკარგა. დროთა განმავლობაში Marsის ატმოსფერო კოსმოსში გაიფანტა და პლანეტა გაცივდა. NASA-ს მეცნიერებმა Marsზე წყალი აღმოაჩინეს, ამის შესახებ 28 სექტემბერს გახდა ცნობილი. დაკვლავ საქართველოს და ჩვენს რეგიონში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი. წალკაში ნავარაუდებია დღისით 12 გრადუსის თითბო, ღამით 1 გრადუსი ყინვა. თეთრწყაროში დღისით 14, ღამით კი 2 გრადუსამდე გათბება ჰაერი. რაც შეეხება დმანისაკ, დღისით 13, ღამით 0 გრადუსი იქნება. ბოლნისში დაფიქსირდება დღისით 17, ღამით 4 გრადუსის თითბო. მარნეულში დღისით 17 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ღამით 6 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა. თბილისში დღისით +17, ღამით +4 გრადუსი იქნება. გარდაბაში ნავარაუდებია დღისით 18, ღამით 7, ხოლო ჩვენს ქალაქშიც ასევე დღისით 18, ღამით 7 გრადუსის თითბო. ასეთი იყო დღევანდელი დღე და ქრონიკა 9-ის ნახევარზე მე დროებით გემშვიდობებით.